შენ კანონით აგერ მოგეთხოვება, კანონში წერია პირდაპირ შავით ეთზე, რომ ვალდებულება გაქვს თუ რაიმე ხარვეს მიფიქსირებ, ყველა ჩამომითვალო და პირველ შეტყობინებაზე რაც ჩამომითვალე, იმათ თუ ვასწორებ, იმის მიღმა სხვა რაღაცის დასახელების უფლება აღარ აქვს. აი, მოდი მუხლი ვაჩვენოთ რა, აგერ გამოიტანეთ, ხა პირდაპირ ეთერში მეორე არის დამატებითი ინფორმაციის წარდგენა განცხადების განხილველად დატოვება. ანუ ჩვენ შემთხვევაში რაც გამოიყენეს, ხო? განცხადების განხილვის ვადის დინების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა იმ დოკუმენტაციისა თუ ინფორმაციის წარდგენის აუცილებლობის შესახებ, რომელიც საჭიროა მოთხოვნილი რეგისტრაციისთვის დამატებითი წარმოსადგენი დოკუმენტი ინფორმაცია გადაწყვეტილებაში კონკრეტულად უნდა იყოს განსაზღვრული. და ახლა დააკვირდით. აკრძალულია განცხადების განხილვის ვადის დინების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების რამდენჯერმე მიღება დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის მოთხოვნის მოტივით გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენისას გამოვლინდა ასეთი ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, აღნიშნული წესი ასევე ვრცელდება ინფორმაციის გადაცემასთან დაკავშირებულ შემთხვევებში. ანუ, ეხლა დააბრუნეთ უკან თუ შეიძლება კადრი. რა არის ამ მუხლში ნათქვამი? რომ თუ შენ აი მოგიტანეს რაღაცა ინფორმაციები, რასაც ითხოვდი და რას ითხოვდნენ? ბეჭედი გაასწორეთო, შოთას ტელეფონი რო შოთასია, ეგ გაასწორეთო და დელეგატების მაგივრად ჩაწერეთ ადამიანების ჯგუფი. აი ეგ მოითხოვეს, ხო? ახლად აღმოჩენილი გარემოება იქნებოდა აი ამ სამი რაღაცის გასწორების შემთხვევაში, რომ რაღაცა გარკვეულიყო. და აი დელეგატის მაგივრად რო ადამიანების ჯგუფი ჩავწერეთ. ბეჭედი რო ამოვიღეთ და შოთას ნომერი რო შოთასია, მაქიდან რა ახალი გარემოება გაირკვა, ვინმე შეგიძლიათ ამიხსნათ. მაქიდან არაფერი ახალი არ გარკვეულა. აქედან გამომდინარე, ეს მუხლი დარღვეული არის. ახალი გარემოება იქნებოდა რა? ჩვენ რომ მაგალითად ეს სია პირველ ჯერზე მიგვეტანა და ეხლა შეტანილ მასალებში აღარ გქონოდა, ეხლა შეტანილ მასალებში რაღაცა შეიცვალა და ახალი რაღაცა დავაკელით. ანუ წინაში რო არ მოგწერეს ამის შესახებ, იქნებოდა ისე რომ მიტანილი გქონდა და უბრალოდ იმიტომ არ მოგწერეს და ეხლა დავაკელით და ზუსტად იგივე მასალები მივიტანეთ ყველაფერი. ის სამი გამოვასწორეთ და გამოსწორდა როგორც ჩანს, რადგან აღარ მოიწერეს ჩამონათვალში ხარვეზების, რომ იმ სამში რამე შეგვეშალა, იმ სამ პრეტენზიაში, რომელიც მანამდე გაგვაგებინეს და უბრალოდ მანამდე არსებული იდენტური მასალები, რაც ქონდა მიტანილი, იმაზე გვითხრეს, რომ აი ახლა იცი რა, მანამდე არ გაგაგებინეთ და დამატებით ძალისხმევას გიჩენთ. ეს არის ახლა აი სურათი, რომლის წინაშეც დაგვაყენეს კანონის მიღმა გასვლა ცალსახა. ხო, მოდი შევაჯამოთ ახლა რაც ვილაპარაკეთ. ანუ პირველი ეს არის პროცედურული კანონდარღვევა, რაც საჯარო რეესტრმა და ხელისუფლებამ გააკეთა. საჯარო რეესტრი რო არ არის დამოუკიდებელი უწყება, კი ვიცით. ვინც ამაზე პასუხს გვცემს, ანუ არ გვახარვეზებს, შესაბამისი თანამდებობის პირის სახელი და გვარიც უცნობია. ანუ ანონიმურად გვწერს უწყება. ეგეც წარმოუდგენელი, ანუ ვის უნდა მოსთხოვო პასუხებ? საჯარო რეესტრს, ანუ გადაწყვეტილების მიმღები პირის სახელი და გვარიც არ ჩანს. ეს რაც შეეხება პროცედურულ დარღვევას. მეორე საკითხი ეს არის უშუალოდ შინაარსობრივი საკითხი, რომ რაღაც არარსებული დელეგატ, 300 კაციანი დელეგატთა შესახებ უნდა მოვიტანოთ ინფორმაცია, რაც სინამდვილეში არ არსებობს ამის შესახებ მუხლი. აი რომ სპეციალურად გუშინ ვიყავით საჯარო რეესტრში. არსებობს სპეციალური, ასე ვთქვათ, ადამიანი, რომელიც აი რომ რაღაცები რო გაინტერესებს, გეუბნება. და ეს თავად ამ ადამიანმა პასუხი ვერ გაგვცა, ზემდგომ ასე ვთქვათ, თანამდებობის პირს დაურეკა, რომელიც ეგრევე საქმის კურსში იყო, ყველაფერი იცოდა სინამდვილეში ჩვენ შესახებ. და როცა ვკითხეთ, აბა რომელი მუხლის საფუძველზე ხდება აი ამ ახალი გარემოებების მოთხოვნა, რაღაცა მუხლი თქვა,
რომელიც რო გადავიკითხეთ, მანდ არაფერი არ წერია ამის შესახებ. ანუ აი თითიდან გამოწოვილი, აი არარსებული კანონის საფუძველზე გთხოვენ ახლა აი ამ ახალ რაღაცა გარემოებებს. ცხადია, მოდი ახლა გადავიდეთ უკვე არა იურიდიულ დეტალებზე, არამედ აი პრაქტიკულ ასპექტზე, რისთვის აკეთებენ ამას. ეს ხო ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ახლა იურიდიულ თემასთან ეს არაფერ კავშირში, აი ნებისმიერი საუბარი და სპეკულაცია, რომ იქნებ თქვენ ხო არ შეგეშალათ რამე, ну ეს არის ჩვეულებრივი იაფასიანი, აი ოცნებისტური გაправება, ეს სახეში უნდა შეაფურთხო, პასუხიც არ უნდა გასცე ეგეთ რაღაცა ლაპარაკს. ხო და უყურეთ რაშია საქმე, ჩემო კარგებო. ხელისუფლება ეხა მიმართავს ძალიან მარტივ სტრატეგიას. ერთის მხრივ სამარცხვინო, საბავშვო, ჩათლახურ სტრატეგიას, მაგრამ მეორე მხრივ, ну მათ როგორც ჩანს სხვა გზა აღარ რჩებათ. მათ მიაჩნიათ, რომ აი პირდაპირ რომ უარი გვითხრან რეგისტრაციაზე, ну ეს იქნება ძალიან ძიმე დარტყმა მათთვის, იმიტომ რომ აი კონსტიტუციის 23 მუხლის აი პირდაპირი დარღვევაა ერთი და მეორე საერთოდ სისხლის სამართლის დანაშაულიც არის. ანუ ადამიანის საქართველოს მოქალაქის შეზღუდვა კონსტიტუციურ უფლებებში არის სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამის თანამდებობის პირებზე ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას. ამიტომ ეგ ერთი საკითხი და მეორე სულთა რეიტინგული საინფორმაციო თვალსაზრისით პირდაპირ არ გვეუბნებიან უარს, იმიტომ რომ ну ცხადია ამას ვერავინ ვერ გაამართლებს. ჩვენ ახლა მოგწონო არ მოგწონო არ გვეთანხმები საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქეები ვართ, კაცო და ამ ქვეყნის უფლებებით ვსარგებლობთ. და 50000 ადამიანი ვართ ბოლო არჩევნების მიხედვით. ერთი ქალაქი ვართ. ასე ვთქვათ, ელექტორალური მასა. და 50000 ადამიანს რო უფლებებში ვზღუდავ, ეგ არ არის მარტივად გაправებადი საკითხი. ამიტომ ხელისუფლება ეხლა ცდილობს, რომ მაქსიმალურად გაგვაწვალოს, მაქსიმალურად დრო გაწელოს, არ არის მარტივი ეხლა ამ 10 დღეში ამ მოთხოვნის შესრულება. ცხადია ჩვენ ამ 300 კაციან დელეგატთა სიას შევადგენთ კანონის სრული დაცვით ისე რომ ამ საკითხს არ არსებობს, მაგრამ მე ვამბობ მაგ დოკუმენტაციაში ვერანაირინას ვერ აღმოაჩინენ ისინი დარღვევას, ანუ თუნდაც იმ არარსებული კანონის და პროცედურის დაცვით მაგ 300 კაციან სიას შევიტანთ. მაგრამ ეს არ არის მარტივი, კაცო, თუნდაც წინა ხარვეზის აღსრულება და გამოსწორებაც არ იყო მარტივი, ხო? 10 დღეში ახლა შენ კვლავ შეკრიბე 400 კაცი, კვლავ მოიყვანე ნოტარიუსი, ჩაატარე ყრილობა, არ არის ეგ მარტივი, მაგას 3 თუ 4 პარტია მოახერხებს საქართველოში, ხო? მით უმეტეს ეგ გარკვეულ ფინანსურ იმასთან არის კავშირში, ხო, ცოტა არღირს პარტიის რეგისტრაცია, ნოტარიუსის მომსახურება, ამდენი ადამიანის თავშეყრა და შემდეგ. ეხლა ანალოგიური რაღაცა ის სტრატეგია აირჩიეს, რომ 10 დღეში ჩვენ უნდა ამ 300 კაცი უნდა მოვიყვანოთ, ამ ის ინფორმაცია ყრილობა არ გჭირდება. არა, ყრილობა არ გჭირდება, მე ვამბობ ხელმოწერაა, ცოცხალი ხელმოწერაა საჭირო. 300 კაცი 10 დღეში რომ ამ ადამიანების შესახებ ინფორმაცია შეაგროვა, არ არის მარტივი, ხო, შესასრულებლად. ცდილობენ რომ აი ასე ჩათლახურ დეტალებში გავგჭედონ. ხო და ნუ ვერ გავგჭედავენ, ჩვენ რაც არ უნდა რაღაცა მორიგი გამოცდა, არარსებული უკანონო გამოცდა გამოგვიხვეყნოს ხელისუფლებამ, ჩვენ ცხადი ამის ფუფუნებას არ მივცემთ, არ მოვეშვებით, ხელისუფლებას მოუწევს ან ღიად გამოცხადება, რომ თქვენთან და 50000 საქართველოს მოქალაქეზე არ ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციის მუხლები და ვარღვევთ, ღიად მივდივართ ამ უკანონო ნაბიჯზე და ვარღვევთ საქართველოს კანონმდებლობას, ან მოუწევთ ჩვენი რეგისტრაცია. სხვა გამოსავალს ჩვენ მათ არ დაუტოვებთ. მე რა მინდა იცი, ეხლა აი ამ თემით რა საკითხს შევეხოთ. სინამდვილეში ეროვნულ
ფლანგს საქართველოში. კონსერვატიული შეხედულებების ადამიანებს, ხო, ყოველთვის იყვნენ რეპრესიების ქვეშ. ყოველთვის ამ ქვეყანაში იყო მაქსიმალური ზეწოლა ჩვენს ფლანგზე. მაგრამ ნიშნულოვანი რა არის, ძით? პოლიტიკურ რეალობაში, ბრძოლაში რა დაბრკოლებებს აწყდებოდი, ეგ არ იყო მთლად კარგად ცნობილი. აი, არ იყო მთლად გასაგები ყველასთვის. მაგალითად, რას გულისხმობ? აი, ვინმე იფიქრებდა, რომ ჩვენ სოციალური ქსელები და აი დაბლოკვას დაგვიწყებდნენ, ბანკები დაგვიწყებდნენ. ბანკების დაბლოკვას საერთოდ ვინმე იფიქრებდა? ვინმე იფიქრებდა, რომ პარტიას გააუქმებდნენ, ეგეთი რამე არ მომხდარა. ხო ვერავინ ვერ იფიქრებდა. და ეგ ყველაფერი გამოწვეული არის იქიდან, რომ საერთოდ ჩვენს ქვეყანაში მთავარი უბედურება ხო ის არის, რომ გაერთიანება უჭირს ხალხს, აი რაღაც ერთობა უჭირს და რაღაც ძალის ფორმირება უჭირს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ და იმდენად ეფექტურად ვიბრძოლეთ პოლიტიკაში და იმდენად ეფექტური ნაბიჯები გადავდგით, რომ ცვლილებები გამოვიწვიეთ. მანდიდან გამომდინარე გახდა საჭირო ასეთ დაბრკოლებებზე გადასვლა, რაც არ მომხდარა მანამდე არასდროს. ეგ არის მნიშვნელოვანი, რომ გვესმოდეს, რომ აი რამხელა პრობლემა ხდებით, ყველაზე საუკეთესო მაგისი მაჩვენებელი არის აი ეს მეთოდები. ეხლა ხო, აი მოდი პირდაპირ ვთქვათ, ეს დაბრკოლება როგორი ფორმის არის? ეს არის მოსახლეობის ფართო მასებმა რომ ვერ გაიგოს რა საკეთებს მთავრობა. ანუ ვერ გააცნობიეროს ხალხმა რა ტიპის შეზღუდვაა ეს და მართლა არასწორი იყო თუ რომელი მხარეა მართალი, მაგის გარკვევა რომ გაუჭირდეს ხალხს. ხო, ასეთი ტიპის დაბრკოლება. ასეთი ტიპის დაბრკოლება რაშია საჭირო? ხო შეიძლება აი უხეშად თუ აქვთ მაგისი უნარი, ხო შეუძლიათ რომ აი უხეშად თქვან, რომ აი თქვენ არ გარიგეთ. მაგ ეგ იმიტომ არ შეუძლიათ, რომ მაგ შემთხვევაში მოსახლეობა კაფეო პოზიციას დაიჭერს. და აქედან გამომდინარე უწევთ ასეთი რაღაც ძალიან ჩახედული რო იყოს ადამიანი იურიდიულ საკითხებში, მასეთი ტიპის დაბრკოლებების შექმნა და ამას რატო ვამბობ? ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ჩვენი ერთობა, ჩვენი პოლიტიკური ბრძოლა ისეთ მდგომარეობას აღწევს, რომ ცალსახად აი მხოლოდ ასეთი უკანონო დაპირისპირებას ღახედავენ. სხვა გამოსავალს ისინი უბრალოდ ვერ ხედავენ. სხვათა შორის ეგ შენ სწორი მიგნება რა, სწორი მიმართულებით წაიყვანეს საუბარი. ერთის მხრივ აი სისტემის პროპაგანდა ამბობს, რომ თქვენ ახლა რა ვიცი 2.5% აიღეთ არჩევნებზე, თქვენ არ ახართ რაღაც წამყვანი პოლიტიკური ძალა და რაღაც ზედმეტად აბუქებთ თქვენ შესაძლებლობებს და თქვენს პოტენციალს. და მეორეს მხრივ არ გარეგისტრირებს, ხო და თუ არა ვართ თქვენთვის არანაირი პრობლემა და არანაირი საფრთხე ყველას რო არეგისტრირებ და ერთი თვის წინ რო ბოკერიას პარტია და არეგისტრირე. ჩვენ რატო არ გვარეგისტრირებთ? აი უბრალოდ კითხვა მინდა დაუსვა მაგ ხალხს. ვინც იძახის რომ აი თქვენ აი ოცნებას რო ამართლებს. მაგ ხალხს მინდა კითხვა დაუსვა. აი თქვენ როგორ ხსნით ამას? თქვენ აი რა გამართლებას კი მესმის რომ ყველანაირად გამართლებისკენ ხართ მიდრეკილი, მაგრამ აი ჩვენი პარტიის რეგისტრაციის დაბრკოლებას, რომელსაც ოცნება ამდენი ხანია აკეთებს არჩევნებამდე დაიწყო და დღემდე გრძელდება ეს პროცესი. თქვენ ამას რითი ამართლებთ?
რა ახსნას უძებნით? აი მე მაინტერესებს იცი ვინ ხალხის აზრი, აი თქვენ ნუ უშლით ხელს ოცნებას ნუ უშლით ხელს ეს ნაცებს ამთავრებენ. აი მაინტერესებს ჩვენი პარტიის დახარვეზებას რა ახსნას უძებნით? აი ეგეთი აზრებიც მესმის ხოლმე მე რომ ესენი ნაცებზე უარესი არიან. ანუ აი აქ რო ვზივართ ჩვენ ტელევიზორში. და აი აქ რო ვლაპარაკობთ, ნაცებზე უარესი გამოგვაცხადა ვიღაცა. უარესები თავად არიან, კაცო, ნაცების დროს ასეთი რაღაცები არ ხდება. ხო და აი მე მიკვირს, აი ასეთი რაღაცა გამართლების ის როგორ შეიძლება საერთოდ ეს ყველაფრი საერთოდ არ არსებობს თქვენთვის არც კანონი, არც წესი, არც რაღაცა ხო უნდა არსებობდეს, რასაც ვერ გაამართლებ. ეგეთი რამე ხო უნდა არსებობდეს და აი უბრალოდ მე მასეთი შეკითხვა მიჩნდება, რომ ყველაფრის გამართლება მოსულა? ყველაფერი გამართლებადია ამ ქვეყანაში? საკითხი ისე დგას, რომ არა აქვს კაცო მაგებს მნიშვნელობას იქ ოღონდ დააცადეთ. ოღონდ რაც უნდა ისაკეთონ და თქვენ გაჩერდით? ასე დონეზე გამართლებაზეა გადასული სინამდვილეში? მე სხვა ხალხთან მაქვს მაგალითად კითხვა. ნახე თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ ადამიანებს, რომლებიც აი ჩვეულებრივ საშუალო სტატისტიკური ადამიანი არის, რო იგებს, რომ აი მორიგ ჯერზე კონსერვატორები არ დაარეგისტრირეს, ხო? აი ვიღაცა ჩვეულებრივ ადამიანს არ მოეთხოვება რაღაცა იურიდიულ დეტალებში შესვლა და გათვლაც მაგაზე, ხა ჩვენ კი აქ ვზივართ და ვარჩევთ, მაგრამ ბევრი არ შეიწუხებს თავს ჩვენი გადაცემის ყურებით, ხო? ან რაღაცა პატარა ჩანაწერს ნახავს ინტერნეტში, ან ვიღაცა მესამე, მეოთხე პირის ნათქვამით გაიგებს, ეგენი კიდე არ დაარეგისტრირეს და რაღაცა რა ვერ დაწერეს წესიერად წესდება მაგანიც, ეგენიც რა ხალხია, მაგ დონეზე დარჩება ვიღაცა ჩვეულებრივი ადამიანი და დიდად მაგალითად მე ეგეთ ადამიანზე ვერ ვბრაზდები. მე ვისთანა მაქვს იცი კითხვები? სანამ დიდი ტელევიზია ქონდა ჩვენ პირდაპირ ეთერებში რო ცხოვრობდნენ და მათი აი ცნობადობა რომ თავიდან ბოლომდე ჩვენ ტელევიზიასთან არის დაკავშირებული. ეხა რომ ენამუცელში ჩაიგდეს და ერთი რო არ დასცდენიათ რა. ან როგორ ადამიანებთან კიდე იცი? ოცნება რო ფეხზე იკიდებ და მაგათი ოჯახის მიმართ ჩადენილ დანაშაულებს, რომლებიც ნაცების დროს მოხდნენ. ჩვენ ეთერებში ეთერი დაგვითმია მაგეთი ხალხისთვის. მაგათი ისტორია მოგვიყოლია და მათ შორის პრობლემები შეგვქმნია ჩვენ, იმიტომ რომ მაგ ადამიანების ისტორია გაგვიჟღერებია. და ეხლა ჩვენ მიმართ ეს მთავრობა რო ესე იქცევა, ეგ ხალხი ჩუმად არის. იმიტომ რომ გონია რომ ესენი ალბათ მაინც ნაცებს გაასამართლებენ, ხო და რა ვიცი ხა მაგ ხალხთან რა მაქვს იცი სათქმელი, რომ ეგეთი რაღაცეები ყოველთვის თავდება ერთი და იგივე ნაირად რა. ეს პროცესი მივა იქამდე, რომ თქვენ ისევ იმედგაცრუებული დარჩებით სამართლიანობის მოლოდინში, ამ ათხილში. ისევ გადაგაგდებენ და იმ კითხვას თქვენ თავს არ დაუსმევთ, რომ აი მაშინ ნაცების დროს მე რო ვიღაცა უსამართლოდ მეკცეოდა. ყველას რო მუცელში ენა ქონდა ჩაგდებული. მეც ეგრევე ხო არ ვიქცევი ეხლა, როცა აგერ ადამიანები, რომელიც მე გასაჭირის დროს გვერდში დამიდგნენ, მაგათ მიმართ უკვე ეს ხელისუფლება რო იქცევა უსამართლოდ. ეხლა რატომაც ვარ მე გაჩუმებული? ზუსტად ისე არ იყვნენ შენ ოჯახს რო ნაცების დროს შეეხნენ, მაშინ სხვებიც გაჩუმებული. რითი განსხვავდები შენ მაშინ იმათგან? ხო ერთი და იგივენაირი ადამიანი ხარ და მაშინ ისიც ხო გამოდის, რომ რაღაცა კუთხით, რავი, რაღაც ითხოვ მაშინ. რა სამართლიანობას ითხოვ, რას ელოდები. შენ თუ არ შეგიძლია
სხვის მიმართ სოლიდარული იყო, როცა მას უსამართლოდ ეკცევიან, ნურჩენა გაქვს მოლოდინი, რომ შენი უსამართლობის თემაზე მერე ვიღაცამ უნდა ხმა ამოიღოს რა. აი ვისაც შეეხო, ვინც იცის, ვინც ერკვევა, ვის მიმართაც ეგეთი რაღაცები გაკეთებული გვაქვს. ეხლა რომ ზის ყველა მუცელში ენა აქვს ჩაგდებული, ხმას რო ვერ დააცდენინებ ერთს, მე მაგალითად მაგ ხალხთან ამაქვს რა კითხებ, თორე ჩვეულებრივ ადამიანი რა ვიკაცო, ჩვეულებრივ ადამიანს დიდად არც აინტერესებს ეს პოლიტიკური პროცესი. არა, ჩვეულებრივ ადამიანსაც ყველას ხომ მოეთხოვება, ანუ ხომ უნდა ითქვას, რომ უსამართლობას აქვს ადგილი. კი ბატონო, ჩვეულებრივ ადამიანები კი ბატონო, შეიძლება მხარს არ ჩვენც ხო ჩვეულებრივი ჩვენი მხარდამჭერები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. ეხლა როგორი რაღაცა იცი? კი ბატონო, კაცო, შეიძლება არ გვიჭერდე მხარს, მაგრამ იმის უფლება რომ პარტია გქონდეს, ეხლა ბოლო 50000 ხმა გვაქვს აღებული ამ ქვეყანაში. პარტიის იმაში არჩევნებში მონაწილეობა სჭირდება 25000 ხმა, დაარეგისტრირებას კი არა. არჩევნებში მონაწილეობა სჭირდება, ხმა კი არა, უბრალოდ ხელმოწერა რომ თანახმავა რომ ამ პარტიამ მიიღო, შეიძლება არც იყო მისი მხარდამჭერი. 50000 ხმა გვაქვს აღებული ბოლო არჩევნებზე. და ამ 50000 კაცს მინიმუმ თან ორჯერ პარტია რო გაგვიუქმეს და მაგ პირობებში რო ავიღეთ, ხო, მაგდენი ხმა. იმისი უფლება მაინც ხო უნდა გქონდეს, რა ვიცი, ნაცების წინააღმდეგ რო ვითომ დგახარ, ნაცები მაგაში იყო, კაცო, პრობლემა. ახლა ნაცები ის ხო არ არის, ჩვენ რო გვეუბნებიან თქვენ ნაცებზე უარეს. ჩვენ დარეგისტრება რა პრობლემა. ანუ პრობლემა რა არის? ოცნებას ვინც აკრიტიკებს, ეგ არ მოგწონს ხოლო, თორე ისე ნაცები რა მეთოდებითაც მოქმედებდნენ, ეგ მისაღები ყოფილა, ხო? რაღაცა ანუ შენთან დაკავშირებით რაღაცა სამართლიანობის პრინციპით ლაპარაკი უკვე შეუძლებელია. რით ხარ? ამათან სამართალს, ანუ ამათან როგორი რაღაცა იცი? აქ ლაპარაკი ოცნებაზე კი არ არის, ოცნების ზედაფენაზე, იმას რავი თავის კედელი აქვს აშენებული ელიტურ რაღაცა სიმაღლეზე ცხოვრობს და ფეხებზე კიდია შეიძლება ხალხი რა სიტყვის, მაგრამ ოცნების მხარდამჭერები რო იძახიან, რომ ძალიან კარგი თქვენ ახლა არ მომწონს რას ლაპარაკობთ და აკრიტიკებთ ოცნებას, ანუ რა არის, რა წარმოგიდგენია, რომ ადამიანი აღარ შეიძლება არსებობდეს ამ ქვეყანაში, ვისაც ოცნებისა რაღაცა არ მოსწონს. ხმას ვერ უნდა იღო. მოდი ეგრე ხო, ვაფშე, მოდი ეგრე დავაყენოთ საკითხს. ვაფშე მტყვანი რო იყო ოცნებასთან და არასწორად ვაკრიტიკებთ. რა, მაგიტო პარტია არ უნდა დამირეგისტრო? აი, მოდი ჯერ ერთი მართლები ვართ, აი, რაზეც ოცნებას ვაკრიტიკებთ, იმდენად მართლები ვართ, რომ მაგის გარდა რო ოცნებას რატო აკრიტიკებ, ვერაფერს ვერ გვეუბნებით. ანუ ვინმე რო შემოსულიყო დეტალებში და ეთქვა, რომ უკონტროლო მიგრაციაზე რო ოცნებას ლანძღავ. ვიღაც არაბების ქალაქები უნდა აშენონ, მაგაზე რო აპრობლემებ, ნარკოტიკების ბუნაგად რო აქციეს, აქაურობა, სათამაშო ინდუსტრიას რო არ მიხედეს, რავი, აი ჩამონათვალია მთელი, ხო? მაგაზე ოცნებას რო ვაკრიტიკებთ, ეგ იმდენად ყველა მიცის, აი ბანკებზე რო რაღაცას ეუბნები ოცნებას, ხო? ეგ იმდენად ყველა ხდება, რომ რაზეც ოცნებას ჩვენ ვაკრიტიკებთ, მაგაზე ოცნების მხარდამჭერებიც კი ვერაფერს ვერ გვეუბნებიან. ერთადერთი გვეუბნებიან, რომ ეხლა მაგის დრო არ არის. და ბიჭო, აი ტყვანიც რო ვიყო, ეხლა მაგის დრო კი არა კი, აი ტყვანიც რო ვიყო ოცნებასთან და არასწორად რო ვაკრიტიკებთ. ანუ ეგ იმას ნიშნავს, რომ პარტია არ უნდა დამირეგისტრირონ? და რითი განსხვავდებით მაშინ თქვენ ნაცებისგან, აი ეგ ამიხსენით. ანუ მაგათაც ეგრე ჯეროდათ მაშინ, რომ აი მიშა მართალი იყო, ყველა დანარჩენი ნაცების წარმოდგენაში რუსეთის აგენტი იყო, აი საშუალო სტატისტიკური ნაცი რო გაგეჩერებია მიშას დროს, ეგრე იყო, რომ მიშა ეგონა მეორე დავით აღმაშენებელი, როგორც ახლა თქვენ ლაპარაკობთ, რომ ბიძინა ცოტნე დადიანიაო, რავი, ტერმინოლოგიაც კი ძალიან დაახლოვეთ უკვე. და ყველა ვინც მიშას არ აქებდა ნაცისტვის იყო რუსეთის აგენტი და მტერი. და თქვენთვისაც ახლა ეგეთ სიტუაცია დადგა, რომ ყველა ვისაც ბიძინაზე რაღაცა ზედამთვარე არ ამოსდის, თქვენთვის არის deep state-ის აგენტი და მტერი. და რითი განსხვავდებით, კაცო, ნაცებისგან ეგ ამიხსენეთ.